ამ წუთებში ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები მარჯანიშვილზე იკრიბებიან მხარდამჭერებთან ერთად და შემდგომში ისინი მარშით გაიმართებიან რუსთაველისკენ. ლიზი ვეკუ არის ჩვენი ჟურნალისტი ადგილზე და მოგვიყვება რა ხდება. ლიზი მოგესალმებით. ამ წუთებში ჩვენ მყოფებით მარჯანიშვილის მოედანზე, სადაც იკრიბებიან ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები თავად მხარდამჭერებთან ერთად. ეს მარში უნდა დაიწყოს რამდენიმე წუთში და გადაინაცვლოს რუსთაველის გამზირზე, სადაც გაიმართება საპროტესტო აქცია სახელწოდებით საქართველოს დადექი. ეს აქცია ეხება იმ რეპრესიულ მექანიზმების შედეგად დაკავებულ პოლიტიკოსების მხარდასაჭერ აქციას, სადაც სიტყვით უნდა გამოვიდეს როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსები და მანამ სანამ უშუალოდ მარში დაიწყება გავესაუბრები აქ შეკრებულ ადამიანებს. ლუკა ნაცვლიშვილს ვხედავ, ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს. ლუკა, კითხავს დღევანდელ მარშზე ცხადია და ბოლო პერიოდში ჩვენი მხოლოდ თქვენი ლიდერების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება, ასევე სხვა ოპოზიციონერი ლიდერების აბსურდული ბრალდებით ხო წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო. აი რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე და თქვენ ახლა რას ეთქოდით იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჯერჯერობით სახლებში არიან? პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა რეჟიმის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდში, როდესაც რეჟიმი ფაქტობრივად ყოველდღიურად უფრო და უფრო ამკაცრებს რეპრესიულ ტალღებს, ესე ვთქვათ, დავიეთხნეთ მყარად ერთიანად და მსგავსი აქტივობებით, რა ვიცი, გავაკეთოთ მაქსიმალური. თითოეულ ჩვენგანზე დევს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ყველას აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი, რთულია მესმის ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ძალიან რთული ბრძოლები გადმოვიტანეთ, თუმცა მე მჯერა მაინც რომ ერთიანობით მივახდეთ იმას, რომ პოლიტიკური ტყვეები აუცილებლად იქნებიან თავისუფლები და საქართველოს იქნება ერთხელ და სამუდამოდ ევროპული ოჯახის წევრი. მადლობა. ლუკა ნაცვლიშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში გავესაუბრები მაჟდარქიასაც. გამარჯობა. კითხავთ თუ შეიძლება დღევანდელ მარშზე და მაშინ როდესაც ვხედავთ რომ თქვენი პარტიის წევრებიც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე არიან დაკავებული. ციხეში როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელების ასე ვთქვათ ეტაპს და წინააღმდეგობრივი ფორმების ახალი ეტაპი უნდა ვიხილოთ თუ არა და ეს მარშიც და ასევე დღევანდელი აქციაც არის თუ არა ამის საცხისი, ასე რომ ვთქვათ, თითქოს ეს პროტესტი, რომელიც უკვე 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს, უნდა განახლდეს თუ არა, რას ფიქრობთ? მოგესალმებით მაყურებელს, მივესალმები. პირველ რიგში აუცილებლად სოლიდარობა ყველა რეჟიმის პატიმარს, სოლიდარობა ელენე ხოშტარიას და იმ ადამიანებს, ვინც დღეს პარლამენტთან შიმშილობას მიმართეს. რა თქმა უნდა, ბრძოლის ახალი ფორმებია მოსაზრებული და ყველა შესაძლო ფორმა, რომელიც ახალი იმპულსს შეძლებს ამ პროტესტს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მარში დღეს არის პირველ რიგში გაგრძელება ამ ბრძოლის, ახალი იმპულსი თუ შეიქმნება, ამის შედეგად რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება. ეს არის პირველ რიგში პოლიტპატიმრების სოლიდარობა და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ არ შედგება ის ორი მთავარი მოთხოვნა არ გახორციელდება. ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ ამ მოთხოვნების შესრულებამდე ყველა შესაძლო კონსტიტუციური ხერხებით გაგრძელდება ბრძოლა და აუცილებლად მივა გამარჯვებამდე. დიდი მადლობა. ვაჟდარქიას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. სხვა ამ პარტიის სხვა წარმომადგენლებსაც დიამეტრალურად ხედავ. ხალბატონია, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. კითხავთ თუ შეიძლება მანამ სანამ ვისაუბრებთ დღევანდელ მარშზე, ელენე ხოშტარია მიმართავს ახლა პროტესტის უკიდურეს ფორმას და მან განაცხადა ასეთი რამ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე შეთანხმების საფუძველზე ის შეწყვეტს შიმშილობას. რას ფიქრობთ პირველ რიგში ამ ყველაფერთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე მარშზე უშუალოდ რას ემსახურება დღეს თქვენი მარში? მე პირველ რიგში მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა დავაფიქსირო ელენეს და მისი გუნდის მიმართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების მიმართ, პროტესტანტების მიმართ, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად თავგანწირვის მაგალითებს გვანახებენ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს ძალა, ბოროტი ძალა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ემპათია, რომელსაც არანაირად არ აღელვებს საკუთარი მოქალაქეების არც მოსაზრებები, არც კეთილდღეობა, არც წარმატება. ამიტომაც ჩვენ მას უნდა დაუპირისპირდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით, ძალიან კარგ ძლიერ ფორმაში და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა საერთო მიზნისკენ და ეს საერთო მიზანი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. და ამ ბრძოლაში ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად, უნდა ვიყოთ ჯანმრთელად და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი. ამიტომაც გავუფრთხილდეთ უნდა ერთმანეთს საკუთარ ჯანმრთელობას
ბრძოლას ერთმანეთს და მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა არის ერთიანი ძლიერი ოპოზიცია. ძალიან დიდი მადლობა დიამეტრალს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ დაგანახებთ კადრში ამ თვითებში მარჯანიშვილის მოედანზე იკრიბებიან ძლიერი საქართველოს წევრები, ასევე მათი მხარდამჭერები. მარში უნდა დაიწყოს რამდენიმე წუთში, რომელიც გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც დაგეგმილი არის არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ერთად იტყვიან თავიანთ სათქმელს, რომელიც ეხება იმ რეპრესიულ მექანიზმებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ბოლო დღეების განმავლობაში მათ წინააღმდეგ გაატარა.